მარიკა. ო. ბათო სად არის? არ ვიცი, დაუძახო. აჰა. ისე რომ მასტრეფ ამ აბაზანაში არ ყოფნის, ხო? ეხლა ჩანთები უნდა შესახდე და სულ იქ უნდა იყო, ხო? მიგოდია ლოკაციაში რაღაცას რა. მივდივარ მე. ბათო, სად მიდიხარ? ბათუმში. უკვე რამე თუ ნუ თუ მოხდა ეს და თო შენ მარიკა დედა მინდა აი ვიცოდი რომ განგება არ გამწირავდა რა აი ვიცოდი ჩემი განგება მასხარა ხარ მასხარა ამ ხელა პროფესორი კაცი რამდენიმე დღით მიდივარ ბათუმში დედაში მათ ამერიკას სეზონი დაიწყო და მისახმარებელია სახლი დასალაგები და ჩამოდიო აჰა ფული მინდა რა გზისთვის რა გზისთვის 50 ლარი აქედან და 50 იქიდან აჰა შენ 50 აქედან მასხარა დავით მე ბავშვებს ვერ ვემშვიდობები და თქვენ დაემშვიდობ ვაიმე შენ დაემშვიდობი მარიკა ვაიმე დათო იქნებ ცოტა მოგეცადა კაცი აბა შენიც იკეთილი მგზავრობა ვაიმე დათუჩა მე რა გავაკეთო იხტუნა უშე ვაიმე ჩემო დათო ვაიმე დათუჩა მარიკულა შემოხედე ნახე ეხა მე შემილია შევიდე აბაზანაში თან როგორ იცი ასე კი არა სირბილი და ჩუმად და ფეხაგრები როგორც მე მინდა შემილია ასე წავიდე შემილია ასე წავიდე შემილია ასე წავიდე ასე დელდელა მომისმინე რა უნდა ეხა რა მოიფიქრა ხო მშვიდობაა დათო ჯაგრისი დაგჭა ხო ირაკლი მოდი აი აქ დაჯექი რაღაც უნდა გითხრა შენაც გიდა ის მითხარი ჩემო ბეღურა მე ასე მოგისმენ აი ასე ვივლი და ისე მოგისმენ თუ გიდა აქ წამოვწვევი და ისე მოგისმენ თუ გიდა იქ შევალ და იქიდან თავს გამოვყობ მოგისმენ გიდა აქედან მოგისმენ მომისმინე მე წამოწექი და მე აი ჯერ მოდი აქ და დაჯექი მოდი და გეტყვი რაღაცას ირაკლი ჩემი მამიდაშვილი ხო იცი ზურა ხო ზურა როგორ არ ვიცი მაგან რაქნა რეზიდენტურაზე ხო აი შენ თვითონ მიხვედი მაგამდე მომისმინე ეხლა აბარებს გამოცდებს რეზიდენტურაში და რამდენიმე დღით სანამ ჩააბარებს გამოცდებს აქ დარჩება ხო აი მოთახში დავტოვებ კარგი რა მაგრა ხურობ მარიკა აი აბლოდოს ძალ მაგრა ხურობ ხო არა ეხლა აქ ირაკლი მართალს ქევდი კარგი თუ მომკალი სიცილით ამ დილა ადრიან ბუი კარგი ირაკლი დედას გეკიცები მართალს ვამბობ ვაიმე რა What? Ესე იგი დედა მინდა
რა დაგემართა, იცი რა კარგი ბიჭია ზურა. იცი როგორი? შენ ამაზეც მეუნებოდი, კარგი ბიჭიაო, მარიკუნა. ამაზეც მეუნებოდი და გამათეთრა, ნახე? აბა, აი, ნახე, აი. ნუ კარგი. გამათეთრა. კარგი. მარიკუნა, ძალიან გთხოვ, პირდაპირ მითხარი, კიდე რამდენი ნათესავი ყავს, ჩემობეღურაა და აქ დამონტაჟებული აქვს ხო კამერები და მოსასმენი აპარატები და მიწვალთვალებენ ხო? ან საიდან გებულობენ, ან ვინეუბნებათ. მითხარი მარიკუნა რა, ბევრი ნათესავი ყავს და დამონტაჟებულია ხო? ბევრი ნათესავი ყავს კი. ყავს და დამონტაჟებულია ხო? ირაკლი, ისა ახლა რა კარგი იქნებოდა რა, რომ დიქტორის ხმა ისმოდეს. ყურადღება, ჩხეიძეების სახლში ცვლილება. დათო ალექსიძის ნაცვლად ნომერი 5, სახლში შემოდის ნომერი 12, ზურა კიკნაძე. Attention, instead of Nafler 5, I will do it. მე ხარ, მარიკუნა, ჩავფიქრდი, ხო? ხო ჩაფიქრებული ვიყავი მე ხარ. ცოტა ხნის ვიფიქრობდი შენ. ერთი შეკითხვა მაქვს შენ. აბა. სიმართლე მითხარი, მარიკა. მარიკა. ხო. შენ მე მართლა სიყვარულით წამომყევი თუ სპეცსამსახურების აგენტი ხარ? და ჩემ ცხოვრებას აკვირდებით. მარიკუნა, ისე მეც არ გამიკვირდა, რატო დამნიშნეს მინისტრის მოადგილედ თქო, ჰა მარიკა. და აგენტები ყავს. სულ გადაირიე ხო შენ, ხო? ხო. კი. გაიღვიძეს ბავშვებმა მე მგონი უნდა შევიხედო. მარიკა. აქ სულ აგენტებია. სულ ყველგან აგენტებია მარიკა, ჩასაფრებული იქ. სად? იქაც. აკაც. აბა კიდე იქაც. სულ ყველგან, აი ნახე, აი ხა მოწები კარგად სად? იქაც, აი მithვალთვალებს ერთი აგენტი. აქ არ არის უიმე, აქ არის მთავარი აგენტი. აბა მიდი, აბა. აი! ეს შენ მართალი ხარ ირაკლი, შენ მიაგენი, ზუსტად მიაგენი აგენტს. ყოჩახ შენ. ეს არის მთავარი აგენტია. არადარა შევასრულე. განსაკუთრებით ეს მთავარი აგენტია. აჩერდი ერთი მერო პატრონი ყოლოდა მოიცა ერთი რა. უნიჭერესი კაცი ვარ, კაცი. კეთევან. ხო. ირაკლიმ დამირეკა ახლა. ბავშვის თაობაზე ყველაფერი გავარკვიე და მოდიო. აიმე ლაშიკო გეხვეწები. დამირეკე ხო მაშინვე და მომიყევი ხო რა მოხდება? კი, აბარა. დამირეკე ხო მოდი კაცო მოდი. ხილად. აბა ხილად. თავრი. მოდი აი აქ დაჯექი. ვაიმე არ მითხრა კეთინო. უცებ რაღაცას შეხედა და ეთყობა აი ძალიან ისე გაიქნია კი ესე გაუშეშდა. მოდი დაჯექი. გაუშეშდა. ვა. მოდი ხილად. ნეტა რა დაინახა ისეთი რომ გვერდით გაიხედა. კარგი ხლა ლაშა შენ არ დაიწყო. ხო ხედავ ისედაც რა დღეშიო. არა, ახო, მე რა უნდა დავიწყო, ახო, უბრალოდ წასვლას ვაპირებდი, მაგრამ დავჭები ცოტა ხანს, დავждები ჩემთვის წყნარად ჩუმად და წავალნი. ვიცი მე შენი წყლა დაждომა. მირჩე რა ლაშა რამე რა იქი მიხო ხარ რა. ახო, არაფერი აღარ გეშველებაში, ჩემო. არაფერი. ჯერ კიცერი გაგიშეშდა, მერე წელი გაგიშეშდება, მერე ხელფეხი და ბოლოს მოტყდები. აი, კეთო გააჩუმე. ლაშა. არა მე რა მიყვარს იცი? აი ამ ვაჟბატონს მთელი დღე მაცივარში აქვს თავი შეყოფილი და რატო არ უშეშდება? აბა. რატო იცით ამან? რატო არ მიშეშდება? გეტყვი ახლა მე შენ. მე ვარ ადამიანი. და ვახო ნელ-ნელა რობოტდება და ეთყობა დასაზეთი აქვს ეს კისერი. ლაშა მომისმინე ახლა. თუ რაღაცით შეგიძლია დაეხმარე ადამიანს, კისერი გაუშეშ და ტკივა, რა მოგივიდა ახლა? არა მეთქი კეთევან, ამას არაფერი არ ეშველება, იქნება ასე. რას ნიშნავს არაფერი არ ეშველება და იქნება ადამიანს ეგება უნდა რომ ზემოთ აიხედოს ან გვერდზე რა უნდა ქნას? არა, ისე მართალი ხარ კი შენ კეთევან. ან გვერდზე მოუნდეს სხვა ქალისკენ გახედვა, ან უკრაინაში გახედვა. ვახო, ისე მარტა თუ მოგინდა შენ ზევით ახედვა, ხო? გითხარ და დაკიდებ ფეხებით და ლაშა. ეხლა გაჩერდი, გავთხილებ, გაჩუმდი, თორე აი ესე დაგემართება შენს. ვეტყვით ამას და მასწავლის. დაიყო ეხლა. რა იყო? რა? აბა, კარგი. ლოკო იქი მოგვიშველით რამეს. კარგი, გიშველი, გამოიწვ თამარაკი. გამოდი დაჯექე. ადექი ვახო. უცებ ადექი, უცებ.
მიდიება? ვაჩნე. დედა რა წამოენთო ნახე. მოდი აქ ვახო, მოდი. მოდი აქეთ. ვახო ახლა მომისმინე შენ მე ყურადღებით. და მიპასუხე. შენ ახლა ხედავ მარტო დაბლა და პირდაპირ? ხო რა დაბლა და პირდაპირ ის. დაბლა და პირდაპირ. იცი რა ქენი ვახო? მაგ სათვალეებზე სარკეები და იმაგრე ქვევიდან და გვერდებზე რო აკეთი კიდას. კარგი რა ლაშა. წადი რა ხომ მიდიოდი არა შესაქმეზე. წადი რა. არაფერში შენ კაცს არ გამოადგები და ვერ გამოგიყენებს ვერაფერში რა. არ გინდა ხო დახმარება? არ გინდა და ნუ გინდა და სულ ესე თავდახრილმა მელაპარაკე მე. მომისმინე ახლა ლაშა თუ შეგიძლია უშვერლე კარგი ახლა ცოტა ნახე ვახუნა როგორი მურე მიდი ხო მიდი თუ არ და წადი გელოდება ირაკლი კარგი ვახო, კარგი. დაწყნადი? მომისმინე ახლა ყურადღებით. მოკლედ, ავიღოთ რამე ნაჭერი. და ესე იგი ცხელი წყლით დავა. ესე ესე თბილი ნაჭერი რომ დაიდო რა მოკლედ რა. ხო. ხვდები? აი ესე თბილი ნაჭერი დაიდე. ხო. მოკლედ ვახო ჩვენ გავაკეთებთ კომპრესს. ხო. კომპრესი გააკეთებ ახო? კომპრესი. ისე რომ თბილად ქონდეს ეს კისერი. ხო. მე იცი რა ვქნათ ვახო? მე ამას რომ დაიდებ, წეთი 10 წუთი გაიჩერე. ხო. ხო და ნახავ მე როგორ მე დაჯექი ვახო. როგორ ვერ ხვდები რო კაცალე დაჯექი. ლაშა დაჯე ლაშა რა არის ხა მოგე კარგი, მართლა ეს ხუმრობა იქით იყოს გვეყოფა ერთი გამოცდილი მეთოდი ვიცი მე ნაცად. ხერხი ასეთი შეიძლება ცოტა გეტკინოს, მაგრამ მოგეშვება რა. ხო, რა ვქნა. მომხედე ხა მოადუნე კისერი. როგორ და დუნეთ ესე. ხო, აი, მოადუნე. ცოტა შეიძლება გეტკინოს, მაგრამ ხო მოიხსენი სათვალე მაინც რა ვიცი. ხო. კი. და არაფერი თამარ ვიცი მე რასაც ვაკეთებ. აი, ხომ მოგეშვა ვახ. ხომ მოგეშვა. რა მოგეშვა ლაშა. რა მოგეშვა ახლა აქეთკენ გამიშეშთა. ხო ისა. ხო მეჩქარება მე წავალ და ანახეთ მაინც ეკიმს რა ვიცი. ბახო არა ისე წეღარო იყავი იმას ჯობი რა ისე იხურები ხო ისე სანდრო ძალიან მაგარი იდეა მაქვს ახლა მომისმინე. აი რაში გავართ მე და შენ მაგრად ერთმანეთს. ორივეს მაგარი იდეები გვებადება ხო? კი, ახლა მომისმინე. ჯერ ხო ვერ გავდივართ აი ქალაქიდან ვერცა დასასვენებლად. ხო დეცი რა მომიფიქრე. წამო რა გავირუჯოთ მაინც რა. გავირუჯოთ. რა ვქნათ? გავირუჯოთ. და მე ესე ლურჯებმა ვიაროთ? არა სანდრო ლურჯებმა რატომ დავიაროთ? მზის აბაზანები მივიღოთ. აბაზანები მივიღოთ? აი მე სანდრო კაი რა. მივხვდი. ხო, ეგ მართლა მაგარი იდეა. მომეწონა, მოდი ყველას უთხრა და წამოვა ყველა. აუ რა არის, ყველას უთხარი მე უკვე, მაგრამ ჩხეიძეებმა თქვენსო ჩვენო არ გვცალიაო. ღლონტებმა თქვენს ჩვენ არ გვცალიაო და შენ ვერ ხარო. და ნუ დავჩვით ჩვენ რა. აუ ისე ღლონტები რო წამოსულიყვნენ რა მაგარი იქნებოდა. როგორ რატო რამინის გამოგზავნილ სიმინს წამოიგებდნენ. ვახო წამოვიდოდა და მარავს წამოიგებდა და დაგვინიავებდა. სხვათა შორის ყველაზე კარგი გარუჯვა იქნებოდა ლაშიკოსთვის. რატო ნახე რატო? ხო დაიწვებოდა. კანი გადაწვებოდა, დაიწვებოდა, გადაწვებოდა, ას გახდებოდა ნერვი. გამოგივიდა. ой, თალმე მოდი რა მაგარი იდეა გვაქვს მე და სანდროს. აი დაჭიკი გადავწყვეტეთ რომ სადმე წავდეთ გასარუჯად და უწამო რა შენც რა. გასარუჯა? ხო. ანანო ძალიან მინდა, მაგრამ მე საქმე მაქვს ვერ წამოვალ და ამიტომ თან სანდროს გამოშვებაც მიჭირს. მარტო მეშინი არ დაიწვა. არა, მეც იქ ვიქნები, ნუ გეშინია. ხო, ანანო, შენც იქ რო იქნები, მაგიტომაც მეშინია. დაჭებია წამოვიდე ხოლმე. წამოდი რა. ოღონდ ახლა მთავარი რა არის, იცი? მოვიფიქროთ სად გავირუჯოთ, კაი ადგილი. მე ვიცი, ძალიან მაგარი ადგილი ვიცი. კარგი აუზია, თან ისეთი პირობებიც კარგია და რაც მთავარია გადახურულია.
სანდრო განახურული რა თქვი? ნაგასაროჯად მივდივართ. ხანდახან ისეთ რამეს ვამბობ, მეც მიგვირჩები თავის. სახურავზე უნდა ავიდეთ, სადმე ძალიან მაგრა გავირუჯებით. მე არა, ანანო, სახურავი არა, თორე სანდროს ზღვა ეგონება და გადახტება. ხო, მართალია კი. არა, რატო კარგია სახურავი. ჩემი სახლის წინ არის 5 სართულიანი და იმის სახურავზე ავიდეთ. მაგის პირდაპირ 9 სართულიანია სანდრო და ხალხი დაგვინახავს. აჰა. მაშინ იმ 9 სართულიანი სახურავზე ავიდეთ, თან მზესთან უფრო ახლოს ვიქნებით. აბა სანდრო, იმის გვერდზე კიდე 14 სართულიანია. მაშინ იმის სახურავზე ავიდეთ ანანო და მაგაზე მაღალი შენობა თბილისში არ არის და ანძიდან თუ დაგვინახავენ არ ვიცი. არა, რა სახურავისდია მე არ მომწონს. არ მოგწონს რა? სხვა მოვიფიქროთ. სხვა რა მოვიფიქროთ? მაშინ ირაკლისთან ავიდეთ. ირაკლისთან ეტო ავიდეთ. რა ვიცი, ყველაფერზე მაგასთან ავდივართ. არა, კარგით, მე ვიცი ერთი კარგი აუზი და იქ წავიდეთ და გავირუჯოთ. კარგი, აი მოიცა უჩემოთ არ წახვიდეთ დამელვერდით. სანდრო, სად მიდიხარ? სად და იმას ავიგებ, რა ქვია, კამერას და წყლის სათვალის. ვაიმე, ანანო, აი ხო გეუბნებოდი, არა საშიში, ახლა მთელი დღე უნდა ვინერვიულო ამაზე. მეც იქ ვიქნები. ვიცი. ასე რომ ლაშიკო, შენ არაფერზე არ ინერვიულო. ყველაფერი მოგვარებულია, დამირეკეს, გამზადებული, სწორად გვაქვს ყველაფერი გაკეთებული. აღრიცხვაზე ხარ შენ და კეთევანი აყვანელი, როგორც კი შესაფერისი ვარიანტი გამოჩნდება, დამირეკავენ მე, შენც რა თქმა უნდა. დაგირეკავენ, მე წახვალთ, მეც წამოყვები თუ გინდა, ნახოთ პატარა ბაციბუსი, ხო? მე რაღაც პატარა ისეთი ფორმალობებია, მე დაგეხმარებით რომ უცებ გავიაროთ ეს ფორმალობები, დრო რო არ გაიწელოს და აი ესე, მე წაიყვან სახში პატარა ბუსღის. ძალიან დიდი მადლობა რა ირაკლი. არ ვიცი რით გადაგიხადო რა. არ ცხენია ბავშვზეა ლაპარაკი. ლაშიკო, ამ ხელა საქმეს აკეთებთ. არ ცხენიათ, კაცო. მომისმინე, სახელი ხო არ შეგირჩევია. კი, მე მოფიქრებული მაქვს. მაგრამ კეთევანს ჯერ არ ვეუბნები. ხო, სურპრიზად მინდა დარჩეს. კეთევანის მამის სახელი მინდა დავარქვა. მიხეილი. ვა, შეგენაცვალე, მაგარი კაცი ხარ რა. იცი რა მაგარი კაცი იყო ღონტების მამა? იცი რა მაგარი? აუ, უმაგრესი, ძალიან გული მწყდება რომ შენ ვერ მოესწარი. შენ რა გონია მე ეს თამადობა, ეს ხუმრობა, ეს ყველაფერი მაგისგან ვისწავლე. უმაგრესი კაცი. კი, გამიგია რა. მოხვედი მაიკო? მოვედი. მობიანი და წვედიც მოუტანე ჩემ ბუთხუზა ბატონი რაკლე. მაიკო, მიდი ძალიან გთხოვ რა, შემჭამა დილიდან ჯანელიძე მოძებნე ის საბუთები და შეუტანე იქნებ დამანებოს თავი რა. მოძებნე, აბა რას ვიზა? მაიკო, რა გჭირს? არაფერი, უბრალოდ კარგი ამინდია. რა კარგი ამინდია, კაცო, სეტყვა და წალეკვაა გამოცხადებული. სეტყვა? აი, თეთრი ბურთულები ჩამოცვივდება და გადაათეთრებს არემარეს. ლაშა? მიყურე ახლა ზღვის გოჭივით. შენც გაიგე ის, რაც მე გავიგე? აბა რა ვქენი ბატონო ირაკლი, აბა რა ირაკლი, მე არ ვიცი რა გაიგე, მაგრამ ის ლობიანი რო ცივდება, ხედავ მაგას. ერთი წუთი კაცო მოიცდის ეს ლობიანი. ბატონო ლაშა, მომისმინეთ. მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ დამეთანხმებით. რომ ეს გოგო დღეს ცოტა ვერ არის. ფაქტიურად უკვე დაგეთანხმე. რაღაცა ჭირს, ხო. და ნუ ესე იგი რადგან ეს ყველაფერი ხდება ჩემს სამინისტროში, თქვენ ნება მიბოძეთ ეს აი ეს ყველაფერი მე თვითონ გამოვიძიო, მე მომანდეთ ეს საქმე, მე მგონი წინააღმდეგი აქ არავინ როგორ იქნება, ხო? თქვენ არა ხართ წინააღმდეგი? დიდი მადლობა. მაიკო, შენთან იქ მაგიდაზე რო საბუთებია. შემო? უხვიე? შემო? გევლეთ. მაიკო, საქაღალდე მაგიდის ქვეშ შემი? ყვარდა. ეხლა შენ თვითონ იტყვი, ვინ არის ეს ყვარდა? თუ ჩავრიო საქმეში გამოცდილი მკითხავი ლოქო? აბა ხელის გული მაჩვენე მაიკო, ერთი ვახო დავინახოთ ვახო. არა, რაღა დროს ვახოა. რაღა დროს ვახოა. აბა ვინ არის? საიდუმლო?
მიდი, კარგი, მიდი, ამოიღე ის საბუთები იქიდან და შეუტანე ჯანელიძეს შემჭამადილიდან, ოღონდ ძალიან გთხოვ ჯანელიძესთან კაბინეტში შედი, ჩუმად ფეხაკრებით, ხო იცი მაგას კაბინეტში ამძინავს, ან გაზეთს კითხულობს. მიდი. ირაკი. ახლა შენ სამინისტროში ვარ და მე არ მინდა მაინდა-მაინც დიდი ინიციატივა გამოვიჩინო, მაგრამ მე მგონი ის ლობიანი ცივდება და ის წვენი თბება. ოღონდ მენუ შემჭამ. აჰა, შეჭამე, რა გავაკეთო მეტი? მიდი. არა, ირაკი, მე კი არ მინდა უბრალოდ ესა. საწოდაობა ახლა ამის ესე გაციება და აი, მაშინ მოვტეხავ ცოტას. იპოვე. მიდი ხარ, მაიკო? კი არ მივდივარ, მივფრინო. ჭამე. ისერში ურტყავდი თუ კოცნიდი? ისერში ვაკოც. აკო დას გამომაპარებ. კეთევან თამან მოგზანდით. გამარჯობა. მარიკა არ არის? ბავშვებთანა ეხლა გამოვა. დაელოდეთ. დათო იყო ეს? გამადა რანაირი დათო იყო? ერთი წუთი ის მარიკა. გაიცანით ჩემი მამიდაშვილი ზურა. ვაი შესაძლოა. მე მითხარი? არა ირაკლის. ზუსტად აღწერე მარიკა ეგრევე ვიცანი. სულ რაღაცებს რო თხოვობენ ესენი. ბატონო? არა. ბატონო? არა. შენ გეშლება ზურა. პირიქით ესენი არასოდეს არავისგან არაფერს ითხოვენ, ეს მე შევდივარ ხოლმე მათთან და მე გამომაქვს რაღაცები. ხო, აგერია ხო. ამერია. კი, აგერია. პატარა ქალები რა შევი? რა პატარა ეხლა ამას. ნინიზა და მარიამზე მეკითხება. შენ გოგოებზე? დახედე, ჭამეს და ახლა ძინავთ. მიდი. ზურა, ხედავ შენ. მარიკა, მოდი ერთი დაჯექი, ცოტა შენ რაღაც შემოფხიზლება გინდა. მოდი დაჯექიე. მოდი და გამოგაფხიზლო. რაღაცა შენ მე თორ დაგელაპარაკე ისე. გეტყვით ახლა, მე რაღაცები კი მოუყევი ზურას, მაგრამ მე აერია. ცოტა პირიქით გარიქო რა. მოკლედ მარიკა გადაწყდა. რა? მაგიდა სკამები მაცივარ ტელევიზორი ღონტებში გადის. ხო, მამა გადაწყდა. რატო და დათო რომ მოვა და დაინახავ ზურას თავის ოთახში, აქ ისეთი ამბავი ატდება, ჰაერში აიწება ყველაფერი. მე ხო ვიცი. რა მაინტერესებს ახლა ეს კომპოზიტორი ყავთ თუ პოეტი? მუსიკოსი. არა, გეტყვით. სამედიცინო დაამთავრა და ახლა უნდა რომ რეზიდენტურაში გააგრძელოს სწავლა და გამოსცემს აბარებს, აქ იქნება. თან საერთოდ ირაკლი მომეხმარებაო. კარგი ერთი ირაკლი არ მიეხმარება, თან მე რეზიდენტურაში 3 წელი უნდა ისწავლოს. სულ თქვენ ხართ ექიმები რა. მარიკა. ბატონო. ხო. რო გაიღვიძებენ იმ მასაჟს კიდე გაუკეთებ. იცი რა სასარგებლოა? გაუკეთე. ძალიან კარგი. თამარ, მასაჟიო. აი მე ვახო. ზუკუნა. მოდი ზუკუნა. მოდი დაჯექი. ნუ ღელა მე აქვარ. ზუკი. ჩემ ვახუნას გაუშეს და კისერი. ხო და ხო უშველი ხო ნახა. ბავშვია? არა, მაგრამ ბავშვივითაა. როგორ ახარ? ძალიან კარგად, ფანტასტიკური. მე ხო გითხარი არა ვახო არის თამარის ქმარი. რო ალაგებს. რაღაც. კაი, მოიყვანეთ, ნახავ. ვახო? შემოდი ვახო, მარიკასთან. აი, დამთავრებული არა
მაქვს ყველაფერს აკეთებს. ნახე რა ყოჩარი. ნახო გაიცანი მარიკას მამიდაშვილი ზუკუნა. სიამოვნოა. მართლა? ხო, კი, აი ესე ცოტა ხანი ჩვენთან იცხოვრებს. ვა, საწყალი. ირაკი. მოდი სასიამოვნოა. მოდი დაჯექე. ოჰო. საერთოდ ვერ ამოძრავებ კისერს. რაღაც ცოტას ვამოძრავებ, მაგრამ ტკივა მე. აჰა, ტკივა. მე მგონი გადაღლილობის ბრალია. ეტოლა ბევრს მუშაობს. აჰა, თამრი ხედავ, ხანდახან უნდა გამორთო ხოლმე. შენ როგორ? ატასტი მარიკასკენ გავდივარ, აი მარიკასკენ მივდივარ. ვაიმე, ზუკუნა არატკინო რა. აი მოდი მასაჟი ვცადოთ, აბა. ვაიმე, ხუნ, აი თმინე. ზუკი, აი ფილად შეერხე რა. ზუკუნა, გეხვეწები არატკინო რა ზუკუნა. არეთკინება, ხეს ნუ მიშლი, იქ დაგველოდეთ და ნუ გეშინია. ვაიმე, გეშინოდეს შენ. გადრო ვატარეთ აუზზე? ძალიან სასიამოვნოდ გავირუჯე. კი. ვაიმე, სანდრო ყველაფერი მეწვის, ვეღარ ვინცრევი რა ვქნა. ნეტა ვინ მოიფიქრა იქ წასვლა? ვინდა? მე რას მიყურებთ? მე საერთოდ არ ვარ დამწვარი, არაჩვეულებრივად გავირუჯე. რა არ გჯერათ? აი, ვაიმე! კაი, მოპატიეთ. ვაიმე, არა, უბრალოდ აი ჩემ თავზე მეშლება ნერვები რა, როგორ ჩაგვეძინა? შენ ის თქვი კიდე კაი თვალები ქონდა დახუჭული, თორე დაგვეწვებოდა. კაი, სალომე, ნუ ნერვიულო. გიხვეწები. ვაიმე, სანდრო, ახოს ნუ მოდიხარ. გაიწია. ბოჭო, მე რატომ მეჩხუბები რა? მე დაგწვი ჩემი ბრალია? მე სანდრო, კი არ გეჩხუბები, უბრალოდ ახლოს რომ მოდიხარ, ცხელი ხარ და მწვავ. აი, ყველანაირი მალავოწავისვი თუ რამე არსებობს, არაფერი არ შველი. აგე? შენ რო იცავ ბუნებას, ბუნება გიცავს შენ. გამარჯობა. ვაიმე. გამარჯობა. გაიცანით, ეს არის ჩემი მამიდაშვილი ზურა. სანდრო, სალომე, ანანო. ანანო. სასიამოვნო. ბოდიში ძალიან სასიამოვნოა ზურა, მიდი, დაჯექი. მე ხლა არ ვიცი ამჟამად რა დაემართა ანანოს. არ გეკარები, ეს საერთოდ ძალიან თბილი გოგოა. ჩვეულებრივ შეგეშალა მარიკა, თბილი არა, ცხელია. აუზზე ვიყავით და დავიწვით. გასაგებია. ისე დამწრობის სამკურნალო ბევრი მეთოდია, მაგრამ მე მგონი ხალხური უკეთესია. აი მაგალითად მაწონი. საუკეთესოა. აი, დაუჯერეთ ზურას თითქმის ექიმია. მართლა? რა სასიამოვნო. აი, უკაცო, ძალიან სასიამოვნოა. მე ჯერა ზურა შენი რაღაც. სალომე, მიდი რა მაწონი მომიტანე. სალომე, ერთი წუთით ზურა წვენს ინებებთ? ცივი წვენი. კი. სალომე, ჩვენც მაგვიტანე ორი წვენი, ოღონდ ცივი. მადლობა. სალომე. ხო? ერთი ცივი წვენი მეც მომიტანე. კარგით, ესე იგი წვენი და სანდრო ნახავ, აბა მაწონი თუ იქნება, მაგრამ არ მგონია. კარგი, დაანებ თამარს დაურეკავ, მაღაზიაში ექნებათ. აი მე, თამარ. ხო, მაღაზიაში მაწონი გააქვთ? დამწრობისთვის მინდა. ხო? და ეგ რა კარგია? ო, კარგი, გამოვივლი. გაიგეთ? მაწონი არაო, მაგრამ ღორის ლორი მაქვს და არაჩვეულებრივია დამწრობისთვისო. ზურა, მართალია არა? ეგ არ ვიცი. აი მე სანდრო, გეხოწები მაწონი იქ დავდე და აღარ მიმიყვანო შენ მოიტანა ვერ დავდივარ. ეს რა არის? სალომე, ცივი მოიტანეთ ხო გთხოვე? მე ანანო ცივი იყო, მაგრამ სანამ აქამდე მოვიტანე გათბა ისეთი ცხელი ვარ. თქვენი წვენიც თბილია ზურა? ო, მაგრამ არა უშავს. ესე იგი თბილია. არა უშავს. მაგრამ არა უშავს. საინტერესოა. კარგი, მაშინ ჩემსაც არა უშავს. ანანო, შენ დამწრობა აღარ გაწუხე? არა უშავს, აი ზურამ არა უშავს. ზურა? ეს რა კაი რამე მოიფიქრე რა?
ვერ წამოიდგენ თქვენ მე უკვე გამიარა რა კარგად თუ არ აქამდე გეთქვა რასაკენ ფანანო შეხედე რა რა ვიცი მე კარგად ვარ მარიკა ხდება რა შეხედე და რა ვიცი ისე რა კარგად მოიფიქრეთ ეს არა უშავს ზურა ძალიან კარგად გამოვიდეთ ესე იგი წვენი თან არა უშავს საინტერესო წვენი ყოფილა მე ისეთ არასდროს ეგეთი წვენი არ დამირევია თან რომ თბილია და თან რომ არა უშავს თქვენ როდეს მედაკილებიათ ეგეთი წვენი ზურა არა უშავს კარგია რომ არა უშავს ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი მარიკა. მართლა? გინდა კიდევ გადმოგი. არა, აღარ მინდა მე. კარგი. ისედაც როგორ მერიდება რომ ისე გაწუხებთ. კარგი რა ზურა, რას მაწუხებ? ირაკლი სიც როგორ გაუხარდება შენი მოსვლა? აობა. ვაიმე რა დაღლილი ვარ მარიკა დღეს. ვაიმე, ძლივს დგავარ ფეხზე ბეღურა რა. მოხედი ირაკლი, ნახე ვინდა გახედრე? ზურა. გამარჯობა. ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა. მე არა. ხუმრობს. უბრალოდ არ იცის როგორ გამოხატოს სიხარული და ესე. მიყვარს იუმორი. მე არა. ირაკლი. ხუმრობს მარიკა. კარგით, ერთი წუთი დაქტორ. მიდი. კარგი, შენ კიდე რა დაგემართა? დარჩება ადამიანი ცოტა. ოღონდ მართლა ცოტა. გამჯერე. მარიკა. იცრე კაი ბიჭია. არა ჩვეულებრივი ბიჭია. მარიკა. შენ კიდე ხო ბევრი ნათესავი გყავს. ხო გყავს ბევრი ნათესავი. მე რა მოვიფიქრე იცი? მოდი დავიბაროთ ყველა შენი ნათესავი აქ, მარიკუნა. აი აქ შევკრიბოთ. მე და შენ დავსხდეთ აი აქ და ჩავატაროთ კასტინგი. გადავხედოთ, გავესაუბროთ რაღაცა ნორმატივები აქ ეთიკით და საუკეთესო დავიტოვოთ, ირაკლი. კარგი ხო, ხმას აღარ ამოვიღებ. რა აზრი აქვს? 3 წელი რომ ვლაპარაკობ და ვაპროტესტებ რა, შეიცვალა რამე, ვაიმე მარიკუნა ძალიან გთხოვ რა, შევალ მე წყალს გადავივლებ და გამოვალ რა. რა თქმა უნდა, ეს ასე უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, შებძანდით, ბატონო ზურაბ, თქვენ არა, როგორ გეკადრებათ? თქვენ დაღლილი ბრძანდებით და ჯერ თქვენ შევძანდით. თან წეგან ჰოლანდიური ლუდი ამოვიტანე, მაცი ვარშია. რო გამოხვალთ, კაი ჩაცებული დაგხვდებათ. კარგი. ირაკლი. სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ ეს საჩუქარი ჩემგან. დიდი არაფერია, პერანგია, მაგრამ მე მგონი მოგიხდება. ვაა. აღარ შეგაწუხებთ ოთახში შევა. მიდი, შედი. მარიკა, რაღაცა დღეს ყველაფერი პირიქით ხდება ჩვენ სახლში. მარიკა და შევალ ნახავთ ყופი ბიჭები ხო არ მყავს? ხო საყვარელია ზურა, თქვი. კი, ძალიან საყვარელია. როგორია, იცი, მარიკუნა ზურა, აი, მესამე თაობის დათოა, გაუმჯობესებული ფუნქციები. აი, დათოც ხო საყვარელია, ის თქვი. დათო? ახლა თავისებურად ყველა საყვარელია, მარიკუნა, სად არის მართლა არ დაურეკავს? არა, დარეკა კოტესთან ერთად მივდივარ სადღაცო და 2 დღე არ ვიქნებია. 2 დღე. 2 დღეს არა უშავს, 2 დღე. მოხედი? ხო, აღარ წავიდი რა. აღარ წახვედი? მაინც წახვალ. რატო? როგორ ახლა? უკეთაც ყოფილა. ეხა ისა რამდენი ხნით ვესტუმრებ, ვიმეორებ? ვესტუმრე? დღეს ჩამოვედი და ხვალ ალბათ წავა. აიმე. როგორ მიხარია ორივე აქრო ხართ იცით? აი, ისეთი გძნობა მაქვს, თითქოს ჩასიძებული ვარ რა. რა საქციელია ხა ეს?
რა საქციელია? რა ჩუმად კაცო სიმწვილე რა საქციელია? გვესტუმრა ზურა მე და მარიკას. დიდი ამბავი რა არ შეიძლება? შენ და მარიკას გესტუმრა? დიახ. შენ და მარიკას. მე და მარიკას, ჩემ ცოლ მარიკას გვესტუმრა ზურა, ჩემი ცოლის მამიდაშვილი. ანუ მარიკას და შენ გესტუმრა. მე და მარიკას არ შეიძლება. ხოდა დაუთმე თქვენი ოთახი ინაცოლე. მე არ შოშ. იცი რას გეტყვი? ჩემ სახლში რომელ ოთახსაც მინდა, ვისაც მინდა იმას დავუთმობ. უყურე შენამ! თან არაჩვეულებრივი ბიჭია, არაჩვეულებრივი. ისეთი მორიდებული, ისეთი რაღაცნაირი კულტურული, განათლებული. აბა სამაგიროთ მე ვარ? ალალი. მიდი კაცო ერთი რა მაიმუნო რაღაცაზე ალალი. მარიკუნა? ბატონო. მარიკუნა, ლუდი წამომიღებეღო რა. იყავ მარიკა მე მივუტან. აი, ლუდი მოაქვს ჩემთვის. მართლა? დიახ. მე წამომიგე რა. აი, კლასიკური პარაზიტი ხარ რა. დიდი მადლობა თქვენ აისაურეთ მე ახლა. მარიკა. მე ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვიფიქრე მარიკუნა და გადავწყვიტე. რა გადაწყვიტე? ეს უკეთესია და ეს დავიტოვოთ. რა კარგი კაცია რა ირაკ. რა თბილად მიმიღო. მოიმე, ჯერ არ არის ბოლომდე გახსნით, თორემ მე უნდა ნახოშია რომ გაიხსნება ბოლომდე როგორი კარგი. კიდე რაღაცები გასწავლა უფრო მალე რომ გაიხსნას და უფრო გამოაჩენს თავის და სიყვარულები და ეს რა არის ნამდვილი სახე მის გალაკო გიდა წამო მიდი შედი შეთან აი ხპინდა მიდი და უთხარი რა ეს მართლა ვარ საკეთრა მე გიშდება ესე უყურს აი ოდესეთ თავისუფლად ეს თავისუფლად მიდი ნუ გერიტება მიდი უთხარი ამ შეიცი თავისუფლად ირაკ რა მინდა გთხოვ იმერიდება, მაგრამ რამდენიმე დღით 50 ლარს ხო არ მასესხე. აჰა. კიდე ძალიან. ეს კარგი კია, მაგრამ ცოტა ძვირია. ხედავ როგორ მოიწოდა ესე თქვა ეს მომიცეს ხედავ როგორ გაუხარდა თან ესე მომესმა რომ როგორ კარგია და ძვირფასი სტუმარია ხო აი ხა გადავდივართ მეორე ეტაპზე გადავდივართ ესე იგი შედიხარ და ვაიმე კიდე მიმართე აუცილებლად ზედმეტის სახელით ვაი გიჟდება აბა ხო გითხარი ხო მელაპარაკეთი კი ხო არ გადათქო მუთაკაზე გიჟდება იმიტომ რომ ეს არის რა ქვია მინისტრის მოადგილე ხო და თავდაბალი ადამიანია და თვითონ დაირქვა შეირჩია ეს სახელი ყველა მუთაკაცის წაგის სამსახურში ხო აბა მიდი ხარ მიდი უთხარი აბა როგორ ეუნები მუთაკა ხო შენს პერანგს ავიღებ რა არ მარხა ეს როგორ მუთაკა ეს აბა მუთაკა შენს პერანგს ავიღებ რა აი ეს შედი და უთხარი მუთაკა აი ეს მიდი მუთაკა შენს პერანგს ავიღებ რა მიდი შედი ახლა შედი მიდი მოიცა მე გავა ჩავალ და წავალ და მე შედი მიდი